1 აგვისტოდან მიწის საკუთრებაში რეგისტრაციის პროცესი მარტივდება. საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც მიწის რეგისტრაციას ამარტივებს და მოქალაქეებისთვის მაქსიმალურად ხელმისაწვდომს ხდის. ცვლილებების მიზანი იმ სირთულეების აღმოფხვრაა, რასაც მიწის ნაკვეთების მფლობელები ქონების რეგისტრაციის პროცესში ხვდებიან. კანონპროექტის ავტორი იუსტიციის სამინისტროა. ეს არის უპრეცედენტო რეფორმა მიწის რეგისტრაციის სფეროში, როგორც დამოუკიდებლობის შემდეგ საქართველოს არ ქონია, სწორედ ამიტომაც არის, რომ დღეს ჩვენი გლეხი, ფერმერი თუ ქალაქში მცხოვრები ადამიანი აუარება პრობლემებს აწყდება მიწის რეგისტრაციის დროს. ამ რეფორმით ბარიერები იქნება მოხსნილი და თუ კი ფლობთ მიწის ნაკვეთს, სხვადასხვა მექანიზმები არის შემოტანილი იმისთვის, რომ თქვენ შეძლოთ მიწის დარეგისტრირება და სამართლებრივადაც გახდეთ მისი მესაკუთრე, რაშიც საჯარო რეესტრი და სახელმწიფო დაგეხმარებათ. ცვლილებების თანახმად სასოფლო-სამეურნეო მიწის რეგისტრაციისთვის საჭირო მიწის აზომვითი ნახაზების ხარჯებს სახელმწიფო ანაზღაურებს. შემუშავდება საამზომველო ნახაზის ერთიანი სტანდარტი. პროექტში ჩართული ამზომველები კი სერტიფიცირებას გაივლიან. ყველაფერი გადაიხდით სახელმწიფო. ჩვენ მომემსახურებით. სახელმწიფო გადაგვიხდით ჩვენ ამ თანხებს, ისე რომ სასოფლო-სამეურნეო მიწები იქნება უფასოდ, როგორც ჩვენ გაგვიმართეს იუსტიციის სამინისტროს და მინისტრმა, პლუს ამას ეკონომიკის სამინისტროსმა, ამისათვის ჩვენ დავრეგისტრირეთ, რომ ეს ყველაფერი მოხდეს სასოფლო-სამეურნეო მიწები უფასოდ გაუკეთოთ ხალხს და დაარეგისტრიროს საჯარო რეესტრში. და პლუს ამას კიდე გამარტივებული იქნება იმ შემთხვევაში, ზოგს სახელი აქვს, აი ქვია გიორგი უწერია გოგა, ზოგს ქვია პეტრე უწერია რაღაც ასეთი რაღაცები და მაგის გამარტივებაც არის, იმიტომ თვითონ საჯარო რეესტრი მოიძიებს ამას ყველაფერს და ხალხი არ შეწუხდება, რომ სასამართლოებში იგინონ თანხები ხარჯავენ რაღაცა და აი მაგის ხრივ იქნება გამარტივება. 1 აგვისტოდან საჯარო რეესტრი რეგისტრაციის პროცესის თანამონაწილე გახდება. დოკუმენტების მათ შორის საარქივო დოკუმენტაციის მოძიებაში მოქალაქეს საჯარო რეესტრი დაეხმარება. იზრდება იმ დოკუმენტაციის ჩამონათვალიც, რომელთა საფუძველზე შესაძლებელი იქნება მიწის რეგისტრაცია. დაგეგმილი ცვლილებების თანახმად სიახლეა ისიც, რომ სახელმწიფო მესაკუთრეებს დავების მოგვარებაში დაეხმარება. გასაფორმებელი მაქვს მიწები, მაგრამ ვერ გაგვიფორმებია, ძალიან ძვირი ღირს ყველაფერს. რეესტრიც იმაში მიხვალ თვითონ გამგეობაში ფული უნდა ყველაფერს საბუთს და რა ვიცი. ჩვენ მაგალითად ვერ დავიმტკიცეთ. მე და ჩემს მამ და ეხლა თქვენ შეღავათები იქნება კი ბატონო. რაც გაადვილდება ყველაფერი კარგია. აი თქვენ თუ გქონიათ აი მის შემთხვევა ბარიერები შექმნა. არა მაქვს პრობლემა. მივესალმები. ვინაიდან ფული არ აქვს იმის რომ გადაიხადოს. ამდენად. ხალხს სხვადასხვა სახელით არის ზოგი დარეგისტრირებული. აი მაგალითად მე პირადად ვერ დავიგისტრირე გიორგი მაისურაძე და შეცდომით მამცეს გოგი მაისურაძე. აი ამ სახელებსაც 2-3 მოწმე უნდა, მეტი ყველაფერი არ უნდა. სასამართლოში 500 ლარი ჯდება, რატო გახსოვ? აი მაგას თუ გააკეთებე კი ბატონო, ჩემი მაგალითად ეგ იქნება. დანარჩენი კარგია, მივესალმები რა თქმა უნდა. სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ჩატარებული სამუშაოები უსასყიდლოდ შესრულდება. მიწის რეგისტრაცია ან ნაკვეთზე საკუთრების უფლებებში ცვლილება საჯარო რეესტრის მომსახურების საფასურის გარეშე განხორციელდება.